ვიდეო კითხვა ვლასისგან და შალიკასგან. თბილისის მოყვარულებს და თბილისის მცოდნეებს. თბილისში ძალიან ბევრი ქუჩა საინტერესო ხალხურ დასახელებებს ატარებდა. სამღებროს, ვერცხლის, ღვინის ქუჩები. ხშირად ამ ქუჩების დასახელებები იმ პროფესიის ადამიანებისგან გამომდინარეობდა, რომლებიც ამ ქუჩებზე ცხოვრობდნენ. თუმცა იყო ქუჩები, რომლებიც არანაირ კავშირში პროფესიასთან არ იყო. ქიშმიშევი თავის ნაშრომში, მემუარულ ნაშრომში გაცოცხლებული თბილისი ამ ადგილს ერთი საინტერესო დასახელებით მოიხსენიებს. დასახელებით, რომელიც აი ამ ქუჩისთვის ვიხმარი ისევ ამ სიტყვას, იყო დამახასიათებელი. სახელი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ. სპეციალურად არ გეუბნებით მის დღევანდელ სახელს. ჩვენ დავდივართ, ჩაუყვებით დაღმართს ახლა და თქვენ მიხვდებით თუ სად ვიმყოფებით ამჟამად მე და შალიკა. უყურეთ, ნახე რა საინტერესო აი აქეთკენ იცვლება აი ამ დაღმართის მიმართულება. და ცოტა ქვემოთ რო ჩახვალ, კიდე ესეთი ცვლილება ხდება ამ ქუჩას. ყურადღება კითხვა. რა სახელით არის ცნობილი ეს ქუჩა 1851 წლიდან 1900 წლამდე? მე არ მაინტერესებს დღევანდელი სახელი. მე მაინტერესებს მისი ადრინდელი სახელი. თუ რა სახელით იყო ცნობილი. ვინც გამოიცნობს, ვინც პირველი სწორად გასცემს პასუხს, ჩვენგან მე და შალიკასგან საჩუქრად ერგება ერთი ბოთლი შვენიერი წითელი ღვინო. ლასი ვაწაძე, შალიკას სტუდია სპეციალურად თქვენთვის.